მოგესალმებით უკვე ქუთაისიდან. დღეს დილით ჩვენ დავაანონსეთ თბილისში და მთელ საქართველოს მოულოცეთ დღევანდელი დღე. დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე და ჩვენ ვთქვით, რომ მთელ საქართველოს ულოცავდით, მაგრამ ახლა ჩამოვედით ქუთაისში და ქუთაისის ცენტრიდან მთელ საქართველოსაც ულოცავთ და განსაკუთრებით იმერეთს და რა თქმა უნდა ჩვენს ქუთაისს. მოგესალმებით. ჩვენ ვიფიქრეთ, რომ ქუთაისში გაგვეხსნა ცენტრი, ხო? და ეს ჩვენ მოვახერხეთ 2-3 თვის განმავლობაში და ძალიან კარგი ცენტრი გავხსენით და ესეთი ცენტრის გახსნა თბილისში არ ქონია არც ერთ ცენტრს ქუთაისში რო იყო. უბრალოდ ძალიან ბევრი ადამიანი მოვიდა, ძალიან ბევრი ადამიანი შეწუხდა, დაგვაფასა და თითოეულმა ქუთაისელმა მადლობა იმიტომ გადაგვიხადა, რომ ქუთაისის ისტორიაში პირველად გაიხსნა ცენტრი და აი ამ ცენტრის ხელმძღვანელად ჩვენ დავნიშნეთ ქალბატონი ანი, ერთ-ერთი ულამაზესი ქალბატონი, ჩვენი მეგობარი და კარგი დედა. მე მინდა ყველა იმ ადამიანს, ვინც მონაწილეობა მიიღო ამის რემონტი დავარქვათ სახელი თუ სხვა რამეში, ღონისძიების ჩატარებაში, დიდი მადლობა მინდა გადაუხადო. ახლა ჩვენ ერთი კვირა არის, რაც გავხსენით ეს ცენტრი და ქალბატონო ანი უზომოდ მადლიერი ვარ ხელმძღვანელის ქალბატონი ანის და მისი გუნდის. ჩვენ სამომავლოდ გეგმა გვაქვს აქვე ახლოს გავაკეთოთ ძალიან დიდი პროფილაქტიკა. თავისი შოურუმით, თავისი ცენტრით, ვინაიდან ისეთი უნდა გაკეთდეს, რომ ევრო 5 სტანდარტებით, როგორიც არის ბათუმსა და თბილისში. ბატონებო, ჩვენი ჩამოსვლის მიზეზი მარტო არ არის მოლოცვა, ჩვენ თბილისიდან მოგილოცეთ. უბრალოდ ჩვენ ვთქვით, რომ ერთი კვირის გახსნილია ქუთაისის ცენტრი და ჩვენ ვთქვით მარი რა? ის რომ ქუთაისლებს უნდა დავუანონსოთ გრანდიოზული აქცია. იმასთან დაკავშირებით, რომ კარგი გაყიდვები გაქვთ ქალბატონო ანა, რისთვისაც დიდ მადლობას გიხდით თქვენს და თქვენს გუნდს. ესენი ნამდვილად იმსახურებენ სააქციო ფასებს. რომელსაც თქვენ წარადგენთ. მე ზუსტად ვიცოდი რას ვაკეთებდი და ეს რო აუცილებელი იყო ქუთაისში, ეს დიდი ხნის უკან ვიცოდი და როცა ამის საშუალება გაჩნდა, ეგრევე ეს ჩვენ გავაკეთეთ. მოდი კიდევ ერჯერ დიდი მადლობა გადავხადოთ ქალბატონ ანის, ესე კარგად, ლამაზად, თავარი არის მომსახურეობა, ადამიანი როგორიც არ უნდა იყოს, რომ შემოვა, მას უნდა ჩვენ სწორი პასუხი მივცეთ. ჩვენ განმადებას ვაკეთებთ და ახლა რაც მთავარია, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ერთი რამ. ჩვენი ჩამოსვლის მიზანი არის მხოლოდ და მხოლოდ აი ამ ცენტრში. თბილისში არა, არც ბათუმში, მხოლოდ და მხოლოდ ქუთაისში. კარგად მომისვენეთ იმერეთის მოსახლეობას მინდა მიმართო და აქ დასავლეთის. მოდი ჩვენ ესეთ რამეს გავაკეთებთ და ამას გავაკეთებთ მოსახლეობისთვის. ჩვენ ძალიან ბევრი მომხმარებელი გვყავს და გვინდა რომ რაღაც აქცია გავაკეთოთ. ანი, რა სიტყვი აუცილებელია ხო აქციის გაკეთება? ქუთაისლებისთვის ეს ძალიან კარგი და სასიხარულო იქნება, ვინაიდან ძალიან ყველანი კმაყოფილები არიან და მოხარულები არიან ამ ცენტრის არსებობით და ეს კიდევ უფრო წინ კარგი და გადადგომი ნაბიჯები. ანი, ზუსტად რო უთხრა მოსახლეობას, იმიტომ რომ თბილისში წერენ ძალიან ბლომად ადამიანები, მისამართს რა, მისამართზეა ჩვენი მაღაზია. ქუთაისში მათემატიკოსის ავტოსალონი წარმოდგენილია თაბუკაშვილის 96 ნომერში. ყოველ დღე, კვირა დღის გარდა 10 საათიდან 7 საათამდე გვესტუმრებთ, ხელოდებით, მოგემსახურებით. ანი, რაღაც ადგილს ეძახიან. ამ ადგილს რას ეძახიან? პასილოკი. პასილოკი. თაბუკაშვილის 96. და პასილოკი ცნობილი. პასილოკის ბოლო. ახლა ეს ადგილი ყველა მიცის ქუთაისში.
ჩემო ქუთაისელებო, ჩემო იმერლებო. ეს არის აგერ ახალი გზიდან შემოხვალთ და 5 წუთში ხარ ჩვენ ცენტრში. აქედან გამომდინარე, აქ მოსვლა არავის არ გაუჭირდება. მე მინდა თხოვო ქალბატონ მარიამს, რომ ჩვენ ჯეტურის ფასები გამოგვიცხადოს. რა თქმა უნდა, მოგახსენებთ. T2. რომელია ეს T2? T2 არის 4-4-ზე ჯიპი, რითაც შენ დღეს არ იკადრე და წამოხვედრე. იმიტომ რომ თქვენი საყვარელი მანქანაა და თქვენ დაგითმეთ ეს სიამოვნება. მე გამომხვდი ჯეტური და შენ წამოხვედი რენჯროვერი. ხო ხედავ. შენ რომ მითხარი ეს მეგრელი ხო არ არის? უკვე კი. ხო, ძალიან კარგია. დიდი ხანია თქვენთან ვარ. T2 რომლითაც ჩვენ დავდივართ და არის 4-4-ზე, არის ძალიან კარგი ავტომობილი. ეს ჩვენ შეგვიძლიათ 12 ავტომობილი იმერეთში გავყიდოთ რაფაში. გრანდიოზული ფასდაკლება $33,500. $33,500 ეკვივალენტ ლარში ჩვენ გავყიდით T2-ს. მე არ ვიცი თქვენ დროს რას ეძახიან, ჩემ დროს ეძახდნენ full option, ხო? გამოდის ესე ყველაფერი აქვს ავტომობილს, ხოდათო? მაქსიმალური კომპლექტაცია, ნიჭიერია, მეგრელია ეს და ნიჭიერია. ყველგან მავალი მანქანა. ყველგან მავალია 4-4-ზე. მეორე რა არის? შემდეგი არის სააქციო ავტომობილი, გახლავთ ჯეტურ დაშინგი. დაშინგიც თელმა იმერეთმა იცის, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან დიდი რაოდენობით გავყიდეთ და ეს არის ერთ-ერთი გაყიდვადი ავტომობილი, რომელიც არ ფუშტება. ani რა დაგვემართა? როცა ჩვენ ამის საბუთები გავაფორმეთ, ექსკლუზიური დილერობაც, ისიც, ესეც, გვიტყეს რომ ნაწილი უნდა გვეყიდა. ვიყიდათ $1 მილიონი ნაწილი და მეორე წელიწადია $100 ნაწილი არ გაგვიყიდია. რატომ? მანქანა არ ფუშტება. რეალურად ავტომობილი არ ფუშტება და ვაძლევთ 10 წლიან გარანტიას. ჩვენ რასაც ვამბობთ, იმის პასუხისმგებლები ვართ. მოდი, მითხარი ახლა ეს არის დაშინგი, რომელიც ძალიან მოწონს ახალგაზრდებს. მithumet ძალიან კარგი ვიზუალი აქვს Porsche სამსგავსებენ, ხო? დრას გეუბნებიან მომხმარებლები. Porsche-აო რა? მართლა გავს. და ამის ფასი რა არის? $22,600. $22,600. ეს ავტომობილები იქნება მხოლოდ და მხოლოდ ეს ფასი ერთი კვირის განმავლობაში ხვალიდან ორშაბათი, სამშაბათის ჩათვლით, მხოლოდ და მხოლოდ ქალბატონ ანის დაუკავშირდით, მხოლოდ და მხოლოდ იქნება თბილისში, ქუთაისში. სხვაგან არ იქნება. $22,600. ჯეტურ დაშინგი. უყურე, გიორგი, გამბაჟებით და ყველაფერს მარტო ნომერი გექნება ასაღები. მესამე ავტომობილი. ჯეტურ X70+. ჯეტურ X70+-იც ყველა მიცის აგერ დგას და ამის ფასი იქნება $22,500. $22,500. შავი ფერი, წითელი სალონით. ყველა ავტომობილი არის 25 წლის მოდელი. უახლესი. და ჯეტურ X90. ჯეტურ X90 სამი მწკრივი სიდენია, სიდენიები გუშინ ჩამოვიდა, თბილისშია, ჯერ ქუთაისში არ არის მოყვანილი, მაგრამ მოვიყვანთ, რა თქმა უნდა, და ხვალიდან შეუძლიათ ქალბატონს მოაკითხონ და აიღოს შეკვეთა თბილისიდან ერთ დღეში იქნება აქ. და ეს არის რაღაც სასწაული ფასი. რა ფასია? $23,500. $23,500. ესეთი ფასი არასდროს არ იქნება და არ ყოფილა. თქვენ გიყვართ ქუთაისი და ამიტომ მე ქუთაისში არ დაუბადებულ ვარ. თორე ქუთაისში ვარ გაზრდილი. აქედან გამომდინარე, როგორც მთელი საქართველო, რა თქმა უნდა, ქუთაისი სენაკის მერე არის ქუთაისი და მერეა თბილისი. ჩემთვის მეორე არის ქუთაისი. რისი გაკეთება გვინდა? ჩვენ გვინდა რომ ანი ძალიან კარგი გოგო გამოდგა,
საქმე უკვე თითქმის შეისწავლა. მას ავტომობილებთან ჰქონდა შეხება და ჩვენ ვიცოდით, რომ მას ეს არ გაუჭირდებოდა. რომ მოხვალ ამ ცენტრში ცხოვრება მოგინდება. ისეთი დალაგებულია, დასუფთავებულია და ნებისმიერ მომხმარებელს გასცემენ სწორ პასუხს. ზოგიერთი შეიძლება ეუბნებოდეს, რომ თბილისში უფრო მეტი არჩევანია. მე მინდა უთხრა ქუთაისის მოსახლეობას, რომ მეტი არჩევანი არ არის. ყველა ავტომობილი აქ არის. პირიქით, აქ უფრო მეტი არჩევანია, ვიდრე ქუთაისში. ქუთაისში არის ისა, ვიდრე თბილისში. ქუთაისში ფასები დღეს ჩვენ რაც ვთქვით, ესეთი ფასი აწი არც ქუთაისში არ იქნება ერთი კვირის მერე და არც თბილისში. ეს უბრალოდ ქალბატონო ანი სიმბოლურად როცა ცენტრი გაიხსნა, ჩვენ უნდა ეს დავაანონსოთ, რომ ამას ვაკეთებთ. რაც შეეხება ერთი კვირის გაყიდულ ცენტრში არის 6 ავტომობილი გაყიდული და 3 დაჯავშნილი. ჩვენ ზუსტად ვიცოდით რა იყო საჭირო. ჩვენ ახლა კიდევ დღეს ხვალ გიორგი კიდევ აქ ბიჭებს ჩაუტარებს კონსულტაციას. გიორგი ამის არის თვითონ პროფესიონალი. ამ ავტომობილის შემძენი როცა მოდის, ზუსტად უნდა ახსნა თუ რა აქვს ამ ავტომობილს და ეს ანი მიცის, მაგრამ დამატებით გიორგი და დათო უკვე აქ იქნებიან და ამას კიდევ ერთჯერ ამ საკითხს დააყენებენ, რომ თუ რა აქვს ამ მანქანას და როგორ უნდა შევთავაზოთ. ერთი არის, რომ მომხმარებელი ყოველთვის მართალია. მარი, მოდი, თქვენ ბრძანდებოდეთ, ჩვენ ერთ კრუგს დავარტყამთ, კიდევ ვაჩვენებთ მოსახლეობას. გახსოვთ, მე მინდა ქუთაისის მოსახლეობას უთხრა, გახსოვს, მარი, მე და შენ დავდიოდით ესე და ერთი მანქანა არ იყო და ესე უყურებდით და ხან ის გაანათებდა, ხან ეს გაანათებდა, ახლა ჯეტური სად მივაყენოთ, ეს ზუსტად მე ვიცოდი რა უნდა გამოსულიყო და ზუსტად ის გამოგვივიდა. როგორ ააშენეთ აი ყველაფერი ნოლიდან. თქვენ ხო უყურებდით პირველი დღიდან დღემდე თქვენ ხო უყურებდით თუ როგორ შენდებოდა ეს. აი უყურეთ ახლა ავატარი. ეს ავტომობილი დღეს საქართველოში ყველა მისის. და თქვენ წარმოიდგინეთ ქუთაისის ცენტრში ეს დგას გასაყიდად. მოწიეთ დათო. უყურეთ როგორ არის. მსგავსი ავტომობილი დღეს საქართველოში არ დადის. ეს არის 25 წლის ავტომობილი, რომელსაც თუ რამე არსებობს ყველაფერი აქვს. ეს არის ავატარ 12. ეს არის ტრანსფორმერი მანქანა. მარი, ერთი ვერ გავიგე. ერთი რამ ვერ გავიგე. ჯო, ყველა მანქანაში რო ჟდები, მე გადმოსვლა გიჭერს. ეს გვაქვს ერთი პრობლემა, ხო? კი. იმიტომ რომ ყველა კარგია და მითრევს. დათო, ერთი ამის კარები გაგვიღე. იმიტომ რომ ვაჩვენოთ როგორ არის მოგზანდით. უყურეთ როგორ არის. მანქანაში რო ჟდება, მე გადმოსვლა არ უნდა. ეს არის ჩვენი ჯეტური. იქ რა წერია? ჯეტური. ჯეტური. ჩვენ არც ერთი ცენტრი ბინების ქვეშ არ გვაქვს. არ გვაქვს. ბინების ქვეშ რომელიც არის ის ცენტრი ის არ ითვლება საერთოდ სირცხვილია. არსად არ წერია. სირცხვილია, სირცხვილი პროსტა. რუკაზე არ არის მონიშნული. ცენტრი იყოს და ბინების ქვეშ იყოს, ეს არ არის შესაძლებელი. შეხედეთ. შავი სალონით. რა ქვია მანქანას? Exidi. 4 Prados შემცვლელი. კონკურენტი, ხო? ნამდვილად ღირსეული 4-4-ზეა ბენზინის ვათაშორის. ჩანგანი. ქალბატონების ფერი. საუკეთესო ავტომობილი, ხო? მე ამას დავარქვით ჩინეთის კაშკაშა ვარსკვლავი, იმიტომ რომ ძალიან პოპულარულია ეს მანქანა. ხო, ძალიან მაგარი მანქანაა. კი, კაშკაშა. უყურე როგორ არის. ახლა არ მინდა კარები ხო იცი რატო დაკეტეს ყველა მანქანის, ხო იცი? მე რო არ და. არიცოდი? ჩო, რომელ მანქანაში ჯდები?
ბატონო გელა ყველა მომწონსო იძახი და და მე გიწერენ აჩუქე ყველა მანქანა როგორ უნდა იცი რა მინდა კი მაინც ზვირიანზე არ დაждე წამო გარეთ გას ეგ თეთრი ხონჩი და კი მაინც ხონჩი ჯაჯები და რა უბედურება პირდაპირ ზვირია ანი პირდაპირ ვიდის და ზვირია მანქანაში ჯდება მე გამოსვლა ანი მე გამოსვლა უჭირს და მე ხალხი მიწერს აჩუქეო ყველა სხვა არ მაშუქე ისი არ არის ბატონო მართალი მაგარი პასუხი მომგზავნით ეს არის ჩვენი საგანძური მომგზავნით მარი ჩვენ დღეს ეს ღვინო უნდა დავაგემოვნოთ ხო კი ბატონო ეს ღვინო ძალიან მაგარი ღვინოა რომელიც იყიდება იქ სადაც იციან ღვინოს ფასი კი მაგრამ აი ეს თუ არ აწერია ღვინოს იმ ქვეყანაში არ ყიდულობენ არა განსაკუთრებით ჩინეთში დუბაიში ბელგიაში დუბაიში ჩვენი ღვინო იყიდება და ახლა მომწერენ რომ როგორ შეიტანეო და როგორ შევიტანე და გემით როგორ შეიტანეო შენ ვინ გეკითხება კაცო ჩინეთში ღვინო როგორ შევიტანე ხო ან დუბაიში თუ გინდა შენ მიდი მაღაზიაში იყიდე და წაიღე სახში და დალიე ხო თუ მოგეწონა კიდე იყიდე თქვენ იქ უფრო გიცნობენ ვიდრე მგონი საქართველოში კი ბატონო მოდი მოგზანდით ეს არის ჩვენ გუშინ ამაზე ვილაპარაკეთ BYD Song პლუსი ეს ჰიბრიდია ხო გიო ეს არის ჰიბრიდი საუკეთესო ავტომობილებია 4 ლიტრა ბენზინს წვავს და არის ჰიბრიდი და ყავს ბენზინიც ზეთი Toyota-ში Mitsubishi-ს და Nissan-ის და Lexus-ის ზეთიც გვაქვს ეს არის ორიგინალი ქართული ზეთი აქ არ ჩაჯდე მარია აქ არა იმ გარეთ თეთრი მანქანა რო დგას იმას ჩაჯექი ეს არის მარი ეს არის ზიკერი თბილისში ეს ის არის ჩვენ თბილისში რო ჩავწერეთ გადაცემა მაგრამ სხვა ფერი რო იყო მე რო დავჯექი რომ ვეღარ გამოდიოდი გუშინ ჩამოსვლა რო არ გინდოდა აი შავი ფერი როგორ მოგიხდება მაგრამ სხვათა შორის ინტერიერი არის გიო Rose Gold და Rose Gold არის ჩემი საყვარელი ფერი და სამკაულებით თუ Rose Gold მაქვს ნახე რა ლამაზია ქალბატონებო და მამაკაცებო ეს მანქანა თქვენი საუკეთესო არჩევანი იქნება ჩვენ რა ვთქვით ამის ფასი 42900 ვყიდით ნუ ეკვივალენტი ლარეში ვყიდით ამ ავტომობილს მოგზავნით ქალბატონო მოგზავნით ბიზია შინით არ დარჩა მანქანაში იმიტომ რომ დაცვა არის სასაკეტია ხო არც ერთი მანქანიდან ანი ჩამოსვლა არ უნდა რომ დაждდება ახლა აი ეს ავტომობილი შეხედეთ აი უბრალოდ შეხედეთ ეს ავტომობილი მარიამის თხოვნით ჩვენს კომპანიას ყავს თავისი წარწერით და თუ ვინმე ამ ავტომობილის დატესტვა უნდა დავატესტიებთ ეს ავტომობილი ზევით ადის ქვევით ჩადის და გიორგი არის ისეთი მანქანა დღეს რომელსაც ესეთი ჩასახედი სარკე ქონდეს ეს ჩასახედი სარკე არ არის ეს პირდაპირ არის მონიტორზე ხო კი ყველაფერი სენსორზეა დედაშენი სად არის ეხლა ამჟამად საბერძნეთში ისვენებს ხო მოდი ერთი სურათი გადავუღე და გაუგზავნე დედიკო ერთი მანქანა მიყიდეთ ხო ჰა მითხრა რომ ჩაბავალ გიყიდიო აქ მოიყვანე პირდაპირ იმიტომ რომ მაგას უყვარ შავი ფერი და ნავაროჩენი ავტომობილები მოდი ახლა უყურეთ შეხედე როგორ არის ეს ავტომობილების კარები თავისით იღება ანახეთ თავისით იღება 4-ვე თავისით იკეტება გააკეთება 4-ვე კარი თავისით იღება 4-ვე თავისით იკეტება ანუ ელექტროა ყველაფერი გაბრძანდით ქალბატონო ნატო მობრძანდით თქვენ
ქალბატონი ნატო არის მარიამის დედა. და ერთი წუთი დაურეკე რა, არ უნდა ჩამოსვლა და ფული ჩაგირიცხოს. ამის მომისვენე, ამის საჩუქებელი საშუალება ჩვენ არ გვაქვს. ანი, დედიკოს დაურეკე. ქალბატონ ნატო არის საბერძნეთში. და შემომითვალა რომ ყველაზე საუკეთესო ავტომობილი რომელიც არის ეკოლოგიურად სუფთაო ეს ავტომობილი მინდაო და ამაზე უკეთესი ავტომობილი არა ავატარზე უკეთესი ავტომობილი არც ბრენდს არ აყავს არც BMW-ს და არც Toyota-ს და არც Mercedes-ს არ აყავს ეს არის ავტომობილების მეფე რომელიც ჩვენ უკვე თბილისში გვაქვს თავისი წარწერებს გაუკეთებს და მარიამ როცა მოვა მომხმარებელი შენ უნდა აჩვენო დაათვალიერებიო მაგრამ ამის მომხმარებელი ფულიანი კაცი იქნება და არ გაყვეს შენი ცოდე მაგრამ დაცვას გავართხილებ რომ შიგნით ტერიტორიაზე იაროს კი ბატონო მობრძანდი ბიძია მობრძანდი ამის კარი შენ დაკეტებიზია და დედამის დაურეკეთ და სურათები ჩაუგდეთ შიგნით რადგან იჯდა აწილდა იყიდოს ახლა წამობრძანდით მარიამ ანი აქ ყველაფერი დაალაგა მიალაგა ყველაფერი იმ დონეზე არის გაკეთებული რომ ჩვენ უკვე თამამად შეგვიძლია ხვალიდან ვთქვათ რომ უკვე ავტომობილებს ჩვენ რეალურად ყიდით. ჩვენ აი აქ ისეთი ავტომობილები ყავს, მარი თბილისშიც რო არ არის, ხო? კი, აქ ჩვენ განსაკუთრებული ავტომობილები გამოუშვით მოთხოვნიდან გამომდინარე. აი ბატონი გიორგი მოვიდა ამ ავტომობილით, თქვათ, ხო? აი ბატონი გიორგი მოვიდა ამ ავტომობილით. გიო, ეს ავტომობილი დაათვალიერებიე ეს ავტომობილი გადის 560 კილომეტრს. ეს ახლა ჩამოგვიყვანა აქამდე და იქით ჩავალთ ზესტაფონამდე, ხო? ზესტაფონში არის ჩვეულებრივი დამტენი 30 წუთში დატენიან და ჩავალთ თბილისში. ხოლო ეს არის ქალბატონ მარიამს უყვარს ეს მოგზავნით. ვითხოვე, ხელშეკრულებაში მიწერია. ქალბატონ მარიამს ძვირიანი ავტომობილები უყვარს და თავისი ძვირიანი ნომრებით რა ვქნათ. უყვარს და ქემაინც დედამის უთხარი ისიც უყიდეს ის ზაფხულში გამოადგება და ეს ზამთარში. ერთი სიტყვით აი ეს არის ის ჯეტური, აგერ არის ჯეტური, ეგერ არის ხონჩი, აქ არის ჩანგანი, აქ არის კიდევ ჩანგანი, ID4, Volkswagen-ი BYD ელექტრო პიკაპი. ერთი სიტყვით ჩვენ ყველა ავტომობილი გვყავს ქუთაისში. ერთი კვირის განმავლობაში 6 ავტომობილია გაყიდული, 3 არის დაჯავშნილი და დარწმუნებული ვარ რომ აი ეს ცენტრი უფრო მეტ ავტომობილს გაყიდის, ვიდრე ჩვენ წარმოგვედგინა. ამისთვის დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ და მე ვხედავ რომ ყველაფერს აკეთებ იმისთვის რომ კომპანიამ ერთი ნაბიჯი წინ წაიწიოს და არც არაფერი გეშლება და არც არაფერი მოაკელი შენ რაც შესაძლებლობა ქონდა ყველაფერს აკეთებ და რაც შესაძლებლობა გაქვს ყველაფერი გააკეთე რისთვისაც დიდ მადლობას გიხდით. მე კიდევ მინდა ქუთაისის და იმერეთის მოსახლეობას უთხრა ჩვენ არ გვინდოდა რომ პერევლის აქეთ ავტომობილები გაგვეყიდა არ გვინდოდა, მაგრამ რადგან მოითხოვეს, ჩვენ გავყიდეთ ზუგდიდში, ბათუმში, ამ ერთი კვირის განმავლობაში ერთი 7-8 მანქანა გაიყიდა სამტრედიაში. უბრალოდ ჩვენ გვინდა რომ დასავლეთის ავტომობილები ქუთაისში გაიყიდოს და ჩვენ ამას ესე დავალაგებთ. გელოდებით აი ამ მისამართზე ყველა მიცის ეს ადგილი. ხაბუკაშვილის 96 ნომერი. აგერ არის ტაძარი, აგერ 2 წუთში ტრასაზე ვართ გასასვლელში. ძალიან ბევრი გვიკავშირდება და გვეუბნება რომ გითხარით რა ადგილზე ხართო და არ უნდა თბილისში ჩასვლა,
აგერ არის და აგერ შეიძინეთ. თუ იქნება ისეთი რამ, რაც აქ არ არის, ჩვენ აუცილებლად ჩამოგიყვანთ. გისურვებთ წარმატებას. ნახვამდის. ნახვამდის.